თუ ოდესმე გიფიქრიეთ, რატომ ახერხებს ირანი გადარჩენას ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უნდა გაიგოთ ჯადოსნური ხრიკი. დიახ, ჯადოსნური ხრიკი. და სამწუხაროდ, ეს სახალისო არ არის, ეს საშიშია. ეს ხრიკი წარმატებით ჩაუტარებიათ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მთავრობებს 23 წლის განმავლობაში 5 ჯერ. და ახლა როცა ამას უსმენთ, შეიძლება ისე ხდებოდეს. ხრიკი ასე მუშაობს. ქვეყანა გამოიჭირეს იმაში, რასაც არ უნდა აკეთებდეს. მსოფლიო მოითხოვს, რომ შეწყვიტოს. ქვეყანა მოლაპარაკებაზე თანხდება. მოლაპარაკებები გრძელდება თვეების განმავლობაში, ზოგჯერ წლებიც კი. ექსპერტები აცხადებენ, რომ შეთანხმება მიღწეულია. ხელმოწერილია ჩარჩო შეთანხმება. ყველა ამოისუნთქავს შვებით. და შემდეგ ჩუმად ქვეყანა ისე უბრუნდება იმას, რასაც ადრე აკეთებდა. გარდა იმისა, რომ ეხლა ის უფრო ძლიერია, უკეთ დაფინანსებული და წლები მოიგო. ქვეყანა რა თქმა უნდა ირანია და ხრიკი დიპლომატია. ამ ეპიზოდის ბოლოს კი ირანის შესახებ სიახლეებს ვეღარასდროს შეხედავთ ისე, როგორც ადრე. მაგრამ სანამ თავად ხრიკზე გადავიდოდეთ, უნდა გაიგოთ, ვინ ასრულებს მას, რადგან ეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა მიხვდებით, როგორ ფიქრობს ისლამური რესპუბლიკა. მოგესალმებით, მირა ქეშანთან ერთად JNS TV-ზე. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ირანის სასულიერო რეჟიმის სისტემა, რომელიც ქვეყანას 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მართავს, არ ფიქრობს 4 წლიან ციკლებში. მას არ აქვს მნიშვნელოვანი არჩევნები. მას არ ყავს საზოგადოება, რომელსაც კენჭისყრით მისი ჩამოშორება შეუძლია. უზენაესი ლიდერი სიცოცხლის ბოლომდე მსახურობს. რევოლუციური გვარდია, ანუ IRGC, ანგარიშაბარებს თეოლოგიას და არა ამომრჩევლებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა დასავლური მთავრობა, რომელიც ოდესმე ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მოქმედებს დროის ზღვარზე. ამერიკელ პრეზიდენტებს 4 წლიანი ვადა აქვთ. ევროპული მთავრობები კი მოდიან და მიდიან. სახელმწიფო მდივნები მოდიან და მიდიან. ადამიანები, რომლებიც ირანელ მოლაპარაკეებთან მაგიდის მეორე მხარეს სხედან, ყოველთვის მეტნაკლებად ეჩქარებათ. თუმცა ირანს არასდროს ეჩქარება. მისი პერსპექტივიდან ეს ასობით წელია. მისი ერთადერთი მიზანია გადარჩენა მანამ, სანამ ღმერთი ჩაერევა და მათი მესია მოვა. სპარსულ მოლაპარაკების კულტურაში არსებობს ფრაზა ტააროფი, რომელიც აღწერს რიტუალიზებული თავაზიანობის რთულ სისტემას, შეთავაზებას, უარის თქმას და კვლავ-შეთავაზებას. კიდევ ერთხელ, როდესაც საუბრის ზედაპირი და მისი რეალური განზრახვა სრულიად განსხვავებული რამეა. დასავლელი დიპლომატები, რომლებიც ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, აღწერენ, როგორ ისხდნენ სიტბოთი და აშკარა კეთილგანწყობით სავსე ოთახებში. გამოდიოდნენ იქიდან შეგრძნებით, რომ პროგრესი მიღწეული იყო. შემდეგ კი მეორე დილით ირანის საჯარო განცხადებებს კითხულობდნენ და უკვირდათ, იმავე შეხვედრაზე იყვნენ თუ არა. ეს სტრატეგიაა, ეს კულტურული გაუგებრობა არ არის. ისინი პროფესიონალურად აჭიანურებენ პროცესს, აგრძელებენ დისკუსიებს რეალური პროგრესის გარეშე, ამავდროულად ავითარებენ იმ ფარულ პროგრამებს, რომელთა შეჩერებაც ამ მოლაპარაკებების მიზანია, ანუ მათ ბირთვულ შესაძლებლობებს. დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა. გაახანგრძლივე, მაგრამ არ დათმო. განაგრძე წინსვლა საუბრის პარალელურად. ეხლა კი ვნახოთ რა მოხდება. წელი 2003-ია. დასავლეთის დაზვერვამ ირანულ ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად ახლახან გამოავლინა რაღაც, რაც არ უნდა არსებობდეს. საიდუმლო ურანის გამდიდრების ობიექტი ნატანზში. ირანი ფარულად აშენებდა ბირთვულ პროგრამას. ახლა კი ეს მსოფლიომ გაიგო. ზეწოლა მყისიერია. ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, ევროკავშირის 3 მთავარი ქვეყანა, თეირანს უპირისპირდებიან. პროცესში ერთვება გაერო. ყველა მაგიდაზე ერთი და იგივე კითხვაა. რა ვქნათ? და შემდეგ ირანი მოულოდნელ ნაბიჯს დგამს. ის თანხდება მოლაპარაკებაზე დასხდომას და არა მხოლოდ საუბარს. ირანი თანხდება ურანის გამდიდრების შეჩერებასაც. მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც თეირანის დეკლარაცია ეწოდება. ის ხსნის თავის ობიექტებს ინსპექტორებისთვის. ევროპელი დიპლომატები სახლში დაბრუნდნენ შეგრძნებით, რომ ისტორიული რამ შეძლეს. კრიზისი თავიდან იქნა აცილებული. მაგრამ აი რა ხდებოდა სინამდვილეში. ჰასან რუხანი იმ დროს ირანის ბირთვულ საკითხებზე მთავარი მომლაპარაკებელი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ გამოსვლაში, რომელიც ჩაიწერა და გაჟონა, მან 2000 წლის შეთანხმება განსაკუთრებული გულახდილობით აღწერა. მან თქვა, რომ შეჩერების პერიოდში, როცა ირანი კამერების წინ იღიმოდა და ინსპექტორებთან თანამშრომლობდა, ირანი ისფაჰანში კიდევ ერთი ურანის გარდაქმნის ობიექტის მშენებლობას ასრულებდა. ახლა ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. მისივე სიტყვებით, მოლაპარაკებებმა მისცეს დრო, რომ დაესრულებინათ სამუშაო. მათ არასდროს ჰქონდათ დათმობის გეგმა. უბრალოდ სურდათ პაუზის ხილაკი. დააჭირეს მას ზუსტად იმ მომენტში, როცა ირანს რაღაცის დასრულება სჭირდებოდა და აუშვეს, როგორც კი ყველაფერი მზად იყო. 2 წლის შემდეგ 2005 წელს აირჩიეს ახალი პრეზიდენტი. მაჰმუდ აჰმადინეჟადი, მკაცრი პოლიტიკოსი, რომლის ფონზე რუხანი ზომიერად გამოიყურებოდა. იანმა გამოაცხადა, რომ განაახლა გამდიდრების პროცესი. ევროპელი მოლაპარაკეები გავიდნენ. მოლაპარაკებები კვლავ ჩაიშალა. ირანი ამ 2 წლის შემდეგ გამოვიდა დასრულებული ობიექტით, რომელიც მანამდე არ ჰქონდა. ეს იყო პირველი ხრიკი და ის წარმატებით შესრულდა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ირანი და დასავლეთი სხვა ტიპის ჩიხში აღმოჩნდნენ. გაერომ სანქციები დააწესა. აშშ-მ ფინანსური ზეწოლა გაამკაცრა. ირანი გამდიდრებას აგრძელებდა.
მაგრამ ამ პერიოდში რაღაც საინტერესო ხდებოდა, რაც ბევრმა ვერ შენიშნა. ირანი ხრიგში უფრო გამოცდილი ხდებოდა. ის მიხვდა, რომ დიპლომატიის ფარად გამოყენება აქტიურ მოლაპარაკებებს არ საჭიროებს. უბრალოდ მოლაპარაკებების შესაძლებლობა ცოცხალი უნდა დატოვო. სანამ დიპლომატიური არხი არსებობს, თუნდაც გაპინული იყოს, თუნდაც არსად მიდიოდეს, ეს სამხედრო ქმედებებზე შემაკავებელ ეფექტს ახდენს. დასავლეთის მთავრობები არ ესხმიან თავს იმ ქვეყნებს, რომლებთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ან იმ ქვეყნებს, რომლებთანაც შეიძლება აწარმოონ მოლაპარაკებები, ან იმ ქვეყნებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ირანმა თქვა, რომ ყოველთვის მზად იყო შეთანხმებისთვის. უბრალოდ მას პირობები ჰქონდა, მაგრამ ეს პირობები მუდმივად იცვლებოდა. მოლაპარაკებები კი რეალურად არასდროს იწყებოდა. ამასობაში 2006 წლიდან 2013 წლამდე ირანმა დაახლოებით 3000 მოქმედი ცენტრიფუგიდან 19000-ზე მეტამდე გაზარდა მათი რაოდენობა. ირანი ურანს დაბალი დონიდან 20%-მდე ამდიდრებდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იარაღისთვის საჭირო ხარისხისკენ. მან ფორდოუში, მთის სიღრმეში, მეორე გამამდიდრებელი ობიექტი ააშენა, რომელიც სპეციალურად ავიადარტყმის გადატანისთვის იყო განკუთვნილი. ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდასთან არ მომხდარა. ეს უბრალოდ მაშინ ხდებოდა, როცა მსოფლიო მსჯელობდა, უნდა დაეწყოთ თუ არა მოლაპარაკებები. და სწორედ აქ აღწევს ეს ხრიკი თავის პიკს. 2013 წელს ირანმა აირჩია ახალი პრეზიდენტი, ჰასან რუხანი. დიახ, იგივე ადამიანი, რომელმაც 2003 წლის მოლაპარაკებები ჩაატარა. ადამიანი, რომელმაც ჩანაწერზე აღიარა, რომ ამ მოლაპარაკებებმა დრო მოუტანა ისფაჰანის დასასრულებისთვის. ის დაბრუნდა და ამჯერად ის ჩამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, სახელად ჯავად ზარიფი, რომელსაც ამერიკულ უნივერსიტეტში მიღებული დოქტორის ხარისხი ჰქონდა, იყო მომხიბლელი და გამჭრიახი, შესანიშნავ ინტერვიუებს აძლევდა და დასავლელ ჟურნალისტებს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდათ, თითქოს ძალიან გონივრულ ადამიანთან ესაუბრებოდნენ. ობამას ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, შეთანხმება სურდა. ამას წლების განმავლობაში ცდილობდნენ. საიდუმლო კულისებს მიღმა მოლაპარაკებები ომანში მიმდინარეობდა. ამერიკულ მხარეს ნამდვილად ჰქონდა პოლიტიკური ნება. ამას მოჰყვა 20 თვიანი მოლაპარაკებები. კერი და ზარიფი 18 ჯერ შეხვდნენ 11 სხვადასხვა ქალაქში. 2015 წლის ივლისში მათ ხელი მოაწერეს JCPOA-ს, ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას. ირანის ბირთვული შეთანხმება. დასავლეთმა სამყარომ ამოისუნთქა. აი რას ამბობდა შეთანხმება რეალურად, თუმცა დიპლომატიური ენის გარეშე. ირანი დათანხმდა 10 წლის განმავლობაში შეეზღუდა გამდიდრება. 10 წლის შემდეგ ეს შეზღუდვები იწურებოდა და ირანს კანონიერად შეეძლებოდა გაემდიდრებინა ურანი ნებისმიერი დონით, რაც თავად მოისურვებდა. ირანმა არც ერთი ცენტრიფუგა არ დაშალა. მან თავისი ბირთვული ცოდნა ქვეყნიდან არ გაიტანა. უბრალოდ შეაჩერა და ზღვარი დააწესა. განიარაღება არ მომხდარა. და ამის სანაცვლოდ ირანმა მიიღო დაუყოვნებელი სანქციების მოხსნა. დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის გაპინულ აქტივებზე წვდომა და დაბრუნება გლობალურ ნავთობის ბაზარზე. მისი ნავთობის ექსპორტი, რომელიც სანქციების გამო ნახევრამდე იყო შემცირებული, კვლავ გაიზარდა. ნეთანიაჰუმ, რომელიც ყოველთვის ეშმაკად ითვლებოდა, ამას კატასტროფა უწოდა, მაგრამ მას პანიკიორად აღიქვამდნენ. დასავლეთის საგარეო პოლიტიკური წრეების უმეტესობა ამას ისტორიულ მოვლენად აღნიშნავდა. მაგრამ ახლა ნახეთ რა მოხდა შემდეგ. გარიგების შემდეგ შემოსული ფული ირანის საავადმყოფოების აღდგენას ან გზების შეკეთებას არ მოხმარდა, რაც შეიძლება ძალიან გაგიგვირდეთ. ის ჰეზბოლას გადაეცა, რომელმაც ეს ფული შეიარაღებისთვის გამოიყენა ისეთ დონეზე, როგორც 2006 წლის შემდეგ არ ქონია. ის ასევე მოხდა ჰათებს იემენში, შიიტურ მილიციებს ერაყსა და სირიაში და ჰამასს ღაზაში. ირანის რევოლუციური გვარდიის ბიუჯეტი გაიზარდა. ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა დაჩქარდა. ირანმა ფორმალურად დაიცვა შეთანხმების პირობები, თუმცა მუდმივად არ ღვევდა მის ფარგლებს. ამავე დროს კი უზრუნველყო, რომ ცოდნა, ინფრასტრუქტურა და ცენტრიფუგები შენარჩუნებული და მზად ყოფილიყო იმ მომენტისთვის, როცა შეზღუდვები მოიხსნებოდა. მათ შეეძლოთ შეთანხმების მცირე დარღვევა, რადგან იცოდნენ, რომ აშშ-ს სურდა ეს შეთანხმება წარმატებით განხორციელებულიყო. აშშ-ს არ შეეძლო შეთანხმების დაკარგვა არჩევნების გამო და ისინი მთლიანად არ შეწყვეტდნენ ყველაფერს მცირე დარღვევების გამო. და გახსოვდეთ, ირანს დრო უხვად აქვს. რა არის 10 წელი, თუ მათ 500 წლიანი გეგმა აქვთ? ამიტომ ისინი განაგრძობდნენ ზეწოლას, იცოდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე. შემდეგ დონალდ ტრამპი მოდის ხელისუფლებაში და იცის, რომ თუ ერთ ნაბიჯს დათმობ, ისინი 10 ნაბიჯს გადადგამენ. ამიტომ ტრამპი 2018 წელს შეთანხმებიდან გამოდის. მაგრამ იმ დროისთვის რეგიონული სტრუქტურა, რომელიც ირანმა სანქციების შემსუბუქებით დააფინანსა, უკვე სრულად იყო აშენებული. როდესაც შეთანხმება დაიშალა, ირანმა კვლავ დაიწყო გამდიდრება. და ამჯერად ეს პროცესი 2015 წელს არსებულ დონეს ბევრად გადააჭარბა. 2024 წლისთვის ირანს უკვე საკმარისი გამდიდრებული ურანი ჰქონდა იმისთვის, რომ შეფასების მიხედვით 4-დან 11 ბირთვულ მოწყობილობას შორის შეექმნა. შეთანხმებამ პროგრამა ვერ შეაჩერა. შეთანხმებამ პროგრამას დაფინანსება და 10 წლიანი დაცული დრო მისცა. და ეს მათი მეორე ხრიკია, უფრო წარმატებული ვიდრე პირველი. მაგრამ აიდაც ყველაზე გამაღიზიანებელია ამ ამბავში. სქემა უკვე აშკარა ხდება.
და მაინც არავინ აჩერებს ამას. 2021 წლისთვის, როცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა და ბირთვული შეთანხმების აღდგენა სურდა, ეს სქემა უკვე საიდუმლო აღარ იყო. ეს ყველაფერი დეტალურად იყო დოკუმენტირებული, გაანალიზებული და აღწერილი. ისევ იგივე ანალიტიკური ცენტრები, ანალიტიკოსები და ყოფილი დიპლომატები, რომლებმაც 2003 და 2015 წლების მოვლენები დააკვირდნენ, ახლა 2021 წელსაც აკვირდებოდნენ. და მათ ისევ ზუსტად იგივე ნაბიჯები დაინახეს. ირანი დათანხმდა არა პირდაპირ მოლაპარაკებებს ვენაში. მოლაპარაკებები გაიწელა, ვადები მოვიდა და წავიდა. ექსპერტები მუდმივად აცხადებდნენ, რომ შეთანხმება ახლოს იყო. სიტყვა მოახლოებული იმდენჯერ გამოჩნდა გაზეთების სათაურებში, რომ მნიშვნელობა დაკარგა. ირანი განაგრძობდა გამდიდრებას. მოლაპარაკებები კი მაინც არ სრულდებოდა. 2022 წლის ზაფხულში იუწყებოდნენ, რომ შეთანხმება ძალიან ახლოს იყო და ძალიან გავიგვირდებათ, რომ ის არ შედგა და მოლაპარაკებები საბოლოოდ შეჩერდა. რა მოხდა ამ ხანგრძლივი, თითქმის დასრულებული, მაგრამ მაინც დაუსრულებელი მოლაპარაკებების პერიოდში? ირანმა 60%-იან გამდიდრებულ ურანზე გადავიდა, რაც მას 2015 წელსაც კი არ ჰქონდა და დააგროვა იმდენი მასალა, რომ მაგათაც შეფასებით, თეორიულად, შემდგომი გამდიდრების შემთხვევაში რამდენიმე ბირთვული მოწყობილობის საწოვის მიღება შეეძლო. ის გამდიდრებას აგრძელებდა მოლაპარაკებების პარალელურად, წინ მიიწევდა მოლაპარაკებების დროსაც. იგივე ხრიგი, მესამედ. შემდეგ დადგა 2025 წელი. ტრამპის მეორე ვადა. 5 მოლაპარაკების რაუნდი ომანში და რომში. ნიშნულოვანი პროგრესი. ძალიან ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან. მარინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში გაფრინდა, რათა თეთრი სახლი გაეცნო, თუ რამდენად კარგად მიდიოდა საქმე. ამერიკელები ჟენევიდან იმედგაცრუებულები დაბრუნდნენ. ომანელმა განაცხადა, რომ ნიშნულოვანი პროგრესი იყო. ირანმა თქვა, რომ გამდიდრება გაგრძელდა. გამდიდრება არ იყო მოლაპარაკების საგანი. საშუალოებლების განცხადებებსა და იმაზე, რასაც ირანი რეალურად სთავაზობდა, შორის დიდი სხვაობა იყო, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გრძელდებოდა. აი, რატო იყო ტრამპი ცოტა განსხვავებული და რატო ცდილობდნენ ასე ძალიან, რომ მას ხელისუფლებაში არ მიეღწია? რადგან 2025 წლის 9 ივნისს ირანმა კვლავ უარი თქვა ამერიკის წინადადებაზე. რა არის ახალი? 2 დღის შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადგინა, რომ ირანი არ ასრულებდა ვალდებულებებს და ირანმა გამოაცხადა მესამე გამდიდრების ობიექტის გახსნის შესახებ. ამის შემდეგ 2 დღეში ისრაელმა საბოლოოდ მიიტანა დარტყმა. ამჯერად ხრიგი არ გამოვიდა. არა იმიტომ, რომ ვიღაცა საბოლოოდ მიხვდა ამ ხრიგს, არამედ იმიტომ, რომ დრო სხვანაირად ამოიწურა, ვიდრე ირანი ელოდა. მაგრამ ამას მალე მიუბრუნდებით. იმიტომ, რომ გეგმა, რომელსაც ისინი იყენებენ, უკვე 4-ჯერ განმეორდა და ძალიან მარტივია გასაგებად. და როცა ერთხელ დაინახავ ამ მექანიზმს, ყოველჯერზე ამოიცნობ. პირველი ნაბიჯი. დაეთანხმე მოლაპარაკებაზე მხოლოდ მაშინ, როცა ზეწოლა აუდანელი ხდება. ირანი არასდროს მოდის მოლაპარაკებებზე ნებაყოფლობით. ის მოდის მაშინ, როცა ალტერნატივა, სამხედრო მოქმედება, ეკონომიკური კოლაფსი, რეჟიმის არასტაბილურობა, დაუყოვნებლივ საშიში ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მოლაპარაკება. მოლაპარაკებები კეთილის ნიშანი არ არის. ეს უბრალოდ ზეწოლის შემსუბუქების სარქველია. ირანი ოდნავ ხსნის მას, რომ ორთქლი გამოუშვას, შემდეგ ისევ ხურავს. შემდეგ მეორე ნაბიჯია. ზომიერი ფიგურის წინ წამოწევა. ყოველი სერიოზული მოლაპარაკების დროს ირანს ყავდა ფიგურა, რომელიც დასავლეთისთვის გონივრულად გამოიყურებოდა. რუხანი 2003 წელს, ისევ რუხანი 2013 წელს. ზარიფი, მომხიბვლელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკული დოქტორანტურით. ეს ადამიანები რეალურები არიან. მათი შედარებითი ზომიერება რადიკალებთან შედარებითაც რეალურია, მაგრამ ისინი არ მართავენ პროგრამას. პროგრამას მართავს უზენაესი ლიდერი. პროგრამას მართავს ირანის რევოლუციური გვარდია. ზომიერი სახე მხოლოდ ფასადია, სამზარეულო ლოგიკი სრულიად სხვაგანაა და ეს მიგვიყვანს მესამე ნაბიჯთან. მოლაპარაკებები ისე წარმოაჩინონ თითქოს პროგრესია, რეალურად კი პროგრესი არ არის. ეს ყველაზე დახვეწილი ნაწილია. მოლაპარაკებები უნდა ჩანდეს იმდენად პროდუქტიული, რომ მეორე მხარე არ წავიდეს, მაგრამ არა იმდენად პროდუქტიული, რომ რეალურად დასრულდეს. ეს ნიშნავს, რომ რაღაც მცირე შესთავაზო და შემდეგ უკან წაიღო. პრინციპულად დაეთანხმო, მაგრამ პრაქტიკაში იკამათო. მისცე საშუალება შუამავლებს გამოაცხადონ გარღვევები. მისცე დასალურ მედიას იმედიანი სტატიები დაწეროს. მეორე მხარე ჩართულად უნდა დარჩეს. მარინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს აცხადებს, მაშინ როცა ამერიკელები იმედგაცრუებულები წავიდნენ, წინააღმდეგობა არ არის. ეს უბრალოდ ხრიგია, რომელიც ზუსტად ისე მუშაობს, როგორც იყო დაგეგმილი. და შემდეგ რომ წინ წახვიდე, გამოიყენე მოგებული დრო პროგრამის გასავითარებლად. ეს არის მთელი აზრი. მოლაპარაკებების ყოველი თვე გამდიდრების თვეა. ყველა განსახილველი ვარიანტი სამხედრო დარტყმის ალტერნატივაა. მოლაპარაკებებს წარმატება არ სჭირდება. უბრალოდ საკმარისად დიდხანს უნდა გაგრძელდეს, რომ ირანმა დაასრულოს ყველაფერი, რაზეც მუშაობს. და ეს მიგვიყვანს მეხუთე ნაბიჯთან. მიიღე შეთანხმება მხოლოდ მაშინ, როცა ის უზრუნველყოფს დაუყოვნებელ და კონკრეტულ შეღავათს დროებით შეზღუდვებზე სანაცვლოდ. თუ შეთანხმება გარდაუვალია, თუ ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ უარი რეჟიმის დაშლას გამოიწვევს, ირანისთვის მისაღები მინიმალური შეთანხმება ყოველთვის ერთნაირია. დაუყოვნებელი სანქციების მოხსნა, გაყინული აქტივების განთავისუფლება, დიდი ოდენობით ფულის შემოსვლა და სანაცვლოდ გამდიდრებაზე შეზღუდვა, რომელიც 10 წლეულის ან მეტის შემდეგ დასრულდება. ისევ, მათ უსასრულოდ ბევრი დრო აქვთ. და სანამ ცენტრიფუგები შენარჩუნებულია, ცოდნა შენარჩუნებულია და ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულია, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ყველაფერი, რასაც ირანი თმობს, მხოლოდ პაუზაა. ყველაფერი, რასაც ირანი იღებს, მუდმივია და საშუალებას აძლევს მათ განვითარება გაგააგრძელონ. აი რა გაქვთ ახლა, რაც 30 წუთის წინ არ გქონდათ. თქვენ უკვე გესმით, რას აკეთებენ ისინი. და როცა ამას ერთხელ დაინახავთ, ვეღარასდროს დაივიწყებთ. შემდეგ ჯერზე როცა ნახავთ სათაურს, სადაც წერია, რომ ირანი და აშშ-ს შეთანხმებას უახლოვდებიან, უკვე იცით, რომ უნდა იკითხოთ, რას იღებს ირანი დაუყოვნებლივ და რას თმობს სამუდამოდ. თუ პასუხია, რომ ირანი ახლა იღებს სანქციების მოხსნას და 10 წლის განმავლობაში წყვეტს გამდიდრებას, უკვე იცით, რას ნიშნავს ეს. შემდეგ ჯერზე როცა შუამავალი გამოაცხადებს მნიშვნელოვან პროგრესს, უკვე იცით, რომ უნდა დააკვირდეთ, რას თავაზობს ირანი რეალურად მოლაპარაკების მაგიდაზე და არა იმას, რას ამბობს შუამავალი ოთახში არსებულ ატმოსფეროზე. შემდეგ ჯერზე, როცა ვინმე ირანელ მოლაპარაკეებს ზომიერებად მოიხსენიებს, უკვე იცით, რომ უნდა იკითხოთ, ვინ აკონტროლებს ბირთვულ პროგრამას და იყო თუ არა ეს ადამიანი ოთახში. ეს ხრიკი მხოლოდ იმ ადამიანებზე მუშაობს, ვინც არ იცის, რომ ეს ხრიკია. ახლა კი თქვენ იცით, მაგრამ თავარი კითხვა, რაზეც ყველამ უნდა უპასუხოთ არის, მეხუთე ჯერზე საბოლოოდ გატეხავს ისინი, თუ ეს უბრალოდ იგივე ძველი ხრიკია, ოღონდ თავიდან გადაწერილი. რადგან ირანს ერთი გეგმა აქვს, მათ უნდა გადარჩნენ. ამისთვის მათ ისწავლეს, როგორ მუშაობს დასავლეთი და გამოიყენეს დასავლეთის სისუსტეები თავიანთ სასარგებლოდ. ეხლა კითხვა ისაა, სწავლობს თუ არა დასავლეთი ისლამურ ხრიკებს მათ წინააღმდეგ და იყენებს ამას მათ წინააღმდეგ. და ამას მეგობრებო, დრო გვიჩვენებს. მე ვარ იერკე და მომავალ შეხვედრამდე.